მოგესალმებით ავიგობო ჩემი სახელია რედზრეგი და ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ Morix Story Time სტილის ვიდეოს სადაც ასე კამერის წინ ვждები და ჩემი ცხოვრებიდან პირადი გამოცდილებიდან გიყვებით რაღაც საკითხებს და ვცდილობ რომ რაღაცა ამბებისთვის ისეთი პერსპექტივით შეგახედოთ რისთვისაც აქამდე შეიძლება შეხედული ესეთი მხრიდან არ გქონდეთ ან ესეთი სტილი ან ეს თემა ხო ანუ ამ სტილიდან ამ ვარიანტით დანახული არ გქონდეთ რიდზერით ის მოკლედ და ახალია ჩანელზე ამ ვიდეოდან შეიძლება ახალი ხალხი შემოვიდეს ბევრი დასული თუ ბევრი პატარა დაახლოებით მე მგონი რომ 8 წელიწადზე მეტია უკვე ძალიან დიდი ხანია სუჩი მოკლედ ამერიკაში ვცხოვრობ. ჰაი სკული ანუ სკოლა დავამთავრე ამერიკაში და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ ამერიკულ სკოლაში კიდე ცხოვრებისეული და რამე, იმიტომ რომ იმდენად განსხვავდება ამერიკული სკოლა ქართულისგან, იმდენად განსხვავდება, რომ ისეთ რაღაცებს ხედავ ვაფშე ამერიკულ სკოლაში, რაც შეიძლება ქართულ სკოლაში ვაფშე ვერ დაინახო რა. აი, ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს მოსაყოლი და ამერიკულ სკოლაზე ძალიან ბევრი და ძალიან მაგარი მუღამი მაქვს ესეთი ვიდეოები გავაკეთო, ასე რომ, რავი, თუ სრული გაქვთ, პროსტა კომენტარებში მითხარით ან ვიდეო დაალაიქეთ ან რაღაცა კიდევ პროსტა მივხვდე, რომ ხალხს აინტერესებს და ხალხს მოწონს, ხო ხდები. და ამის დახმარებით მე ზოგადად მუღამით გავაკეთებ და თან პლუს ბარემ თემას დამიწერეთ კომენტებში რა თემაზე გინდათ გავაკეთო ვიდეო რა თქმა უნდა. დავიწყოთ მოკლედ ამ თემაზე ლაპარაკი რა ამ ვიდეოში ამ თემაზე ლაპარაკი უბრალოდ რა თემაზე ლაპარაკიც მინდა. საერთოდ საქართველოში ოდითგანვე განთქმული არის ეგეთი რაღაცა რომ ჩვენსაც ყოველთვის ყველაფერს ვაჯავთ, ჩვენსაც ყოველთვის ვამცირებთ, ჩვენსაც ყოველთვის შეურაცხყოფას ვაყენებთ და ვიღაცის ნაგავი როდესაც ხედავთ იმენა გიждდებით ვაფანატებთ და ვაღმერთებთ რა. ანუ თავი დავანებოთ იმენა ამაზე ლაპარაკს საქართველოში ხალხი იძალებს უცხოელობას ვეჭი ტიპები ინგლისურად ლაპარაკობენ უფრო მეტ რაღაცას ისაკეთებენ როგორც უცხოელები გეგონება უცხოელობა უფრო მაგარი იყოს ხო ხდებიან ბოდიში მაგისთვის მაგრამ თესლობა დითულება ხო ხდები რა როდესაც უცხოელობა რა და ეგრე არაა ხო ხდებით რასაც ვამბობ იმიტომ რომ ქართველები პირველ რიგში ქართველები ვართ, ხო ხდები და მე სხვა დანარჩენი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ძალიან იშვიათად უმინახავს, რომ იძალებენ იმენა პირიქით სულ რო ყველაზე დაბალი დონის ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანი ნახე და გავიცანი ხო აქ აი პატარა აი გაღატაკებული ქვეყნებიდან სიამაყით ამბობენ რომ აქ ქვეყნის წარმომადგენლები არიან რა კიდე საქართველოში კიდე აი ვიღაცა რომ მოვიდეს და ვაუ რა უცხოელებით გამოიყურები შეეჩა რაღაცა ეგეთი კომპლიმენტად მიიღებ ხო ხდები არ და ეგ კომპლიმენტი წეს და არ უნდა იყოს იმენა რა ქართველი ხარ და უნდა გამოიყურებოდეს ის როგორც ქართველი ხო ხდები აი ეგ უნდა იყოს ჩემს ყველაზე დიდი სიამაყე რა და უბრუნდა ეხა ისევ თემას ვეჭი რაზე მინდოდა ლაპარაკი რა საერთოდ ოდითგანვე საქართველოში ეგ იყო განთქმული და ცნობილი რომ ქართველები ყოველთვის ჩვენცას ვაჯვავთ ანუ ჩემ ბავშვობაში ეგრე იყო და ეხაც არაერთხელ შემიმჩნევია რომ ეგრეა და არაფერი არ შეცვლილა ამ დროის განმავლობაში რაც მე საქართველოს დავტოვე და ამერიკაში დამოვედი ჩემ ბავშვობაში იყო ხოლმე საქართველოს დამცირება ძალიან მოდაში და საქართველოს შეურაცხყოფას თვითონ ქართველები აყენებდნენ. დღესდღეობითაც ეგრეა. ვატყობ მაგას რომ არაფერი არ შეცვლილა რა. ხო და მე მინდა ერთი საინტერესო ამბავი მოგიყვეთ მოკლედ ამერიკაში რო სკოლაში გადავხდა თავს. და ეგება ამ ყველაფერმა მაგალითს ამ ამბავს რასაც მოგიყვებით. პატრატის სხვა თვალით შეგახედოთ ქართული ყველაფრისთვის ვაფშე კონკრეტულად ქართულ ენაზე მაქვს საუბარი და დაგანახოთ ის თუ რამხელა და რა მაგარი განძი გაქვთ თვალწინ და რასაც შეიძლება ვაფშე სრულიად ვერ ხედავდეთ ახალგაზრდებო და ქალბატონებო და ბატონებო. ეს ვიდეო მეტნაკლებად შეეხება დასულ ადამიანებსაც და პატარა ადამიანებსაც ან შეიძლება რავი ძალიან მოხუცმა ხალხმა უყუროს ამას და ნებისმიერ ასაკის ადამიანზე არის გათვლილი ეს ვიდეო რა ასე რომ არ გეგონოთ რომ პატარებზე მაქვს გათვლილი ან რაღაცა ეგეთი რა. საერთოდ ძალიან ხშირად მეუნებიან ხოლმე ეგეთ რაღაცას და ძალიან გული მწყდება იმენა იმიტომ რომ პირადად რაც ამბებს ხვევით რაც მე გამოცდილი მაქვს ხო და რაღაცებს მიმოვიხილავ. უმეტესად მე რა უყურებ ხოლმე დიდი ადამიანები უფრო უშვებენ მაგ შეჯდომას ვიდრე პატარები მაგრამ დავუბრუნდეთ თემას და დავიწყოთ. ქართულ ენაზე საუბარი. ამერიკულ სკოლაში როდესაც პირველად სკოლაში შევედი, აქ არის ეგრე რომ არსებობს main კლასები და არის secondary კლასები, ანუ პირველ ხარისხოვანი და მეორე ხარისხოვანი. მეორე ხარისხოვანში შეიძლება გქონდეს აი სკოლის ანსამბლი და ეგეთი ჯაი ფიზკულტურა და ეგეთი რაღაცები, ხო ხდები. პირველ ხარისხოვანი არის მათემატიკა, ლიტერატურა, ინგლისური, აქ ინგლისური, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია და ეგეთი რაღაცები. დაახლოებით ხდებით რასაც ვამბობ. ასე რომ ერთ-ერთი ჩემი მეორე ხარისხოვანი კლასი რაც მქონდა, ანუ როდესაც ჩამოვედი ამერიკაში, ხო, ანუ შუა სემესტრში შევედი, ხდები? ასე რომ უმეტესი კარგი კლასები უკვე დაკავებული იყო და მე ჩამსვეს ერთ-ერთი ყველაზე უნიჭო ადამიანი მე მგონი ვაფშე სიმღერის ანუ კვარტეტის კლასში წარმოედგინეთ რა და მითხრეს რომ ანუ სალამ წელიწადი არ დამთავრდებოდა მომიწევდა მათყოფნა და შემდეგ წელს უკვე ჩემით მექნებოდა არჩევანის გაკეთების საშუალება ანუ ეს მეორე ხარისხოვანი კლასები რა მინდა რომ ავირჩიო
მომეწია ესეთ კლასში შესვლა, ანუ რომელიც იყო კვარტეტი, ანუ კვარტეტი მრავალ ხმაში სიმღერა იყო, ანუ წინა, უკანა და კიდე უკანა, ხო ხვდებით რას ვამბობ, ვინც აი მომღერლები, აი როგორ მღერიან ხოლმე, გეცოდინებათ რა, choir, იქვია ინგლისურად, მოკლედ. ეგრე ქვია კლას. ხო და მე მიწევდა მოკლედ წინა მხარეს დგომა, სულ წინა მხარეს. და ამის გამო მასწავლებელთან ძახშედ მიწევდა ხოლმე ლაპარაკი, აინტერესებდათ ბავშვებსაც, მასწავლებლებსაც, ვინ ვიყავი, საიდან ვიყავი, ამერ საქართველოში როგორ ხდებოდა რაღაცეები, რამე და ერთ დღესაც როცა უკვე ეგ პირველი წელიწადი მთავრდებოდა, ანუ დაახლოებით აი რამდენი ნახევარი წელიწადი ვიყავი რა, ანუ მაგ კლასში. როდესაც ეს პირველი წელიწადი მთავრდებოდა უკვე, აი უკვე ნიშნები რომ დაწერილია და სკოლაშიო პროსტად ადიხართ, ხო იცით, დაახლოებით ეგ სიტუაცია. დაახლოებით ეგ სიტუაცია იყო რა. და ერთხელაც მასწავლებელმა მკითხა ესეთი რაღაცა რომ არა მასწავლებელმა არა რამდენიმე გოგო იყო და ეს გოგოები ანუ აშკარად მესმოდა რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ ხვდები და გავხედე იმენა და ცოტა ყურადღება მიიქცია და ეს გოგოები მოვიდნენ და ესეთ რაღაცა მეთქეს ანუ მიხვდნენ რომ დავინახე რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ და მოუწვი და ერთ-ერთი მოვიდა კაც ჩემთან და ესეთ რაღაცას მეკითხება რომ მართალიაო რომ კაროჩე ჩემ ენაზე მკითხა რა აი რაღაც ქართულ ენაზე მკითხა რაღაცეები ზუსტი ახლა კონკრეტული პასუხები აღარ მახსოვს უარ მოვიტყუ რა და კონკრეტული კითხვები კიდე კონკრეტული კითხვები აღარ მახსოვს პასუხები კარგად მახსოვს კაცი ქართულაზე მკითხა რაღაცა და მე ვუთხარი ესეთი რაღაცა რომ მეთქი არა მეთქი და ანუ გამახსენდა დაჟე ეხლა ლაპარაკის დროს რუსული და ქართულ ენაზე მკითხა რომ მართალია რომ იგივე ენაა თუ რაღაცა მეთქი თუ რაღაც ეგეთი კაროჩე რა თემა რუსულ და ქართულ შეეხო და მეთქი მე ვუთხარი რომ მეთქი არა მეთქი რა ანუ როგორც ქართულს მე პირადად ეგ შეურაცხყოფად მიმაჩნია ხო ხდები ჩემი ენა და რუსული კიდე ვაფშე გაათრიეთ შორს იმენა ქართულისგან და ტიპი მეკითხება რომ მართალიაო ეგეთი რაღაცაო რომ რუსული და ქართული ერთი და იგივეაო რა და მეთქი მე ვუთხარი რომ იმენა ნაგლად მივიღე ეგრევე და ეგრევე უხეშად მივაწექი რა მეთქი არა მეთქი რასისულელია მეთქი რა ქართული ენა ქართულია და რუსული მეთქი რა და შემიძლია მეთქი დამწერლობაც გაჩვენო მეთქი და ტიპის დაუგუგლე იმენა და ეს ალფაბეტი ვანახე და ტიპით მან დამიდასტურა რომ კი მართალიაო რა ვაფშე სხვადასხვა ენაო ხო ხდები მე მკითხა რამდენიმე რაღაცა თუ შემეძლო რომ რუსულად მეთქვა და თხოვა ასე თქვა რა ანუ და ქართულად რომ განსხვავება დაინახა თუ აი pronunciation-ში ანუ გამოთქმაში მაინც იყო similarity ანუ სიახ აი ქართულად რა ურცნო. კაცი თუ გავდა ეგორი ერთმანეთს რა და მეთქი რაზეა მეთქი ბაზარი რა და რუსულად უთხარი გამარჯობა როგორ ხარ და ქართულად უთხარი გამარჯობა როგორ ხარ ხო ხდები და ტიპი გაგიჟდა იმენა რომ ვაუ აბა რატო ვიცოდიო მეო რომ ქართული ენა და რუსული ერთმანეთს გავდაო რა კაროჩეო და აი ეს ბავშვები ცოტა ისე იყურებიან იქიდან რომ გისმენენ ხო ხდები ესე გვერდულად ესე თვალებით და ხო მეთქი რა აბა რა გეგონა მეთქი რა კაროჩე ჩემი აზრით აი ქართული ძალიან მაგარი ენაა მეთქი რა და რაღაცებს მეუნებოდა ქართულზე და რაღაცებს და კაცი ისეთი რაღაცა მკითხა რომ ქართულში ეგეთი რაღაცა არ არსებობს აი მაგალითად უყურე როდესაც ქალს ან კაცს ლაპარაკობ და მიმოიხილავ ხო ლაპარაკობ ანუ ინგლისურში he or she ხო ხდები რაცა ანუ ქალზე და კაცზე როგორ მიმართავ მაგაში დიდი განსხვავება არა როგორც რუსულშიც არის ეგეთი რაღაცა გაუნათლებლობის ბოდიში ვიხდი მაგ თემაში რუსულის წარმოდგენა არა მაქვს რა მაგრამ თუ არ ვხდები რუსულშიც ეგრე არის ანუ ქალს რომ მიმართავ სხვანაირად მიმართავ კაცს რომ მიმართავ სხვანაირად და ქართულში კიდე ერთი და იგივე არის ხო ხდები ქალს მიმართავ თუ კაცს ის არის ის ხო ხდეთ იმედია დაახლოებით ხვდებით რას გეუბნებით ასე რომ უთხარი ეგ რომ ქართულში მაგაში განსხვავება არ იყო ერთ ძალიან გაუკვირდა და მეორე მოვიდა მე გადმოждდნენ ელა ჩემთან ხო ხდები ანუ conversation-ში ლაპარაკში შემოსვლა გაუსწორდათ რა ამასობაში მასწავლებელი ეს შორიდან გვიყურებს და გვისმენს იმიტომ რომ ყველა ცალცაკეზის აი უაზრო კლასი არის უკვე რა ნიშნები დაწერილია და ყველა თავისთვის ლაპარაკობს ზოგი ვაშე ტელეფონებზე თამაშობდა ხო და ერთ-ერთი გოგო გადმოჯდა და მეუბნება კაროჩე მე იმასე უბნება რომ ანუ აზრი არა აქვს მაგ თემაზე ლაპარაკსო შეიძლებაო ანუ ეგენაო ქართულზე მეუბნება იკაიფე ამერიკელი და რომ ეგ ქართული ენაო ისეთი განვითარებული შეიძლება არ არისო როგორც მაგალითად ინგლისურიაო რა და მეთქი რა გოგო შეხვარ უბერავ იმენა და ეგ იყო როცა აი თავდაცვითი ინსტინქტი ჩამერთო ხო ხდები თუ რაღაც ეგეთი რაც ჩემია იმას იმენა სისხლის ბოლომდე დავიცავ რაც არ უნდა იყოს რა და ქართულს ისე შევარწყობას ვერავინ ვერ მიაყენებს განსაკუთრებით უცხოელი ქართულმა როთქვას ეკიდე ხო იმიტომ რომ თავის ასაყენებს შევარწყობას ეკიდებელი და კიდე გავატარებ მაგრამ ვიღაცა უცხოელი რო გამოდის თუნდაც ამერიკელი და ჩემენა შევარწყობას აყენებს ან არასწორად მიმოიხ აპასებს იმენა არ გამისწორდა რა თუ არიცი დაიჯვი რას ლაპარაკობ ხო ხდები და ტიპმა მეთქი რა შეხვარ უბერავ კაროჩე რა და ტიპს უთხარი რომ აი უკვე გავჭედე ეგრევე გავჭედე აი თუ ვინმე მიცნობს კარგად ძალიან ინსტინქტურად მოქმედებ ხოლმე ხშირად მე და ძალიან ემოციური ადამიანი ვარ რა და ტიპა ეგ რო თქვა ეგრევე რა აი იყო ჩემი რეაქცია ბოლო ხმაზე ეხა ვიღაცამ ხუინაო არ დააედიტოთ გეხვეწები უეჭველი დააედიტებ TikTok-ზე მაგას და იქ გავჭედე რა დაუბრუნდეთ თემას და გამიკვირდა მაგრამ ეგეთ რაღაცა რო თქვა ქართულზე ხო და
ინსტინქტურად გადავედი ძალიან ქართულის დაცვაზე. არც მიფიქრია რეალურად მაგაზე, რომ ქართულ ასე თქვა რამე მაგალითი მომეყვანა. და მეთქი ესეთი რაღაცა ვთქვი, რომ აი ძალიან ხმამაღლა უკვე მთელმა კლასმა რო გაიგო. უნამუსო ვიყო მეთქი. ქართული ენა მილიარდჯერ თუ არ ჯობდეს ინგლისურს მეთქი. ძალიან ხმამაღლა მომივიდა. და ყველამ ესე გამოიხედა რა და აუ მეთქი რაღაცა ზედმეტი წამომცდა. და მასწავლებელი მიყურებს ესე. ძალიან მაგარი მასწავლებელი იყო სხვათა შორის ძალიან. აი ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. პოსტა სეირის ნახვა უყვარდა მაგ მასწავლებელს რა. და ტიპი დაჯდა ესე კარჩე ფეხზე გადაიდო, მაგარი სერიოზული მასწავლებელი იყო. აი არაერთი ადამიანი რომ მოუმზადებია მუსიკოსი, რომელიც დღესდღეობით ამერიკაში წარმატებულია და რამე რუმე რა. და ტიპს გაუკვირდა ესე. და ესე თვალით გამომხედა და ვა, ნიკო საინტერესო თემაზე ლაპარაკობთ, ხო ხდებიო? უკვე მთელი ყურადღება ჩემზე არის გადმოსული მაგ მომენტში. ერთი 30 ბავშვი მიყურებს და აი უკვე მაგრად ნერვიულობ, იმიტომ რომ ყურადღების ცენტრში ყოფნას მაგ მომენტში არც ვაპირებდი, არც ჩაფიქრებული მქონდა, არც არაფერი. პოსტა ძალიან დებილურად და ინსტინქტურად ვიმოქმედე და მაგის გამო შარშია მოუყავი თავი. და მასწავლებელი ესეთ რაღაცას მეუბნება, რომ თუ ეგეთი მაგარიაო, შენი ენაო როგორც ამბობო. ანუ თუ ეგეთი მაგარია ქართულიო რა. მოდი გამოდი დაფასთან და გვაჩვენე რითი ჯობია ინგლისურსო. და მეთქი გადაყლაპე კიდევაც იმენა ნერწყვი შიშის განღმერთს ვიცავარ. ჯერ დავიწყოთ იმით რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს რეალურად ხალხის წინაშე რა. და წარმოიდგინე 30 კაცი რო გიყურებს და პლუს მასწავლებელი. და რაც შენ თქვი, მაგაზე მოგდევენ თან, დაფიქრდით როგორ ნერვიულობდი ხალხო. და მეთქი კაი დაფასთან კაი თელ ბავშვებს შემოუარე ესე. და დაფასთან ნელა გავდივარ, უნამუსო ვიყო, ხელები მიკანკალებდა რა. არც ვიცოდი რამე თქვა, იმიტომ რომ მე რა ვიცი ქართული ინგლისურს ისი ჯობია. ხო ხდები? იმენა შემეშინდა. იმიტომ რომ ინსტინქტურად ვთქვი ეგ, თორე მართლა რომ ქართული ინგლისურს ჯობია თუ არა, მე ეგ არც ვიცი და არც არასოდეს მიფიქრია თუ ჯობია, რითი ჯობია. ხვდებით რასაც ვამბობ? თუ ჯობია ჯობდეს თუ არა არა, ანუ მე ინსტინქტურად ვთქვი, ხვდები ეგ? ანუ ჩემი ქვეყანა და ჩემი ენა ინსტინქტურად დავიცავი და არა მზად მქონდა პასუხი, რომ მაგ კაუნტერ არგუმენტი მომეყვანა და ქართული დამეცვა რაღაც ეგეთი. და რაც შეიძლება გაუწელია ამ დაფასთან გასვლის გზა და აი ხან თავს ვიფხან, ხან ფეხი გადამიბრუნდება, რომ აი დრო გავწელო და მოვიფიქრო, მეთქი ნიკუში ფიქრე. ხო თქვი რომ ინგლისური ჯობია ქართულს. რითი ჯობია ქართული? ინგლისური ქართული ჯობია, უბრალოდ ინგლისურს. რითი ჯობია იმენა ქართული ინგლისურს? დაფიქდი იმენა, ჩემ თავს ვაძალებ იმენა გონებას ვწავ რაც შეიძლება რა. და ესე ვარ იმენა იფიქრე და თან ვფიქრობ, თან აი ესე გავდივარ, აი რაც შეიძლება ნელა მივიდიოდი დაფასთან. უცებ მომაფიქრე ესეთი რაღაცა რომ რახან ვერ მოვიფიქრე ქართული რიჯობ და ინგლისურის შეცდომებზე ფიქრი დავიწყე და ის შეცდომები მე რაც ქართულში არ არის. ხვდებით რასაც ვამბობ? ეხა უყურეთ რა მაგარი რაღაცა მოვიფიქრე ზუსტად 10 თუ 15 წამში სანამ დაფასთან გავედი. კაროჩე მთელი ჩემი ცხოვრება რაც ინგლისურს ვსწავლობ, გინდ ამერიკაში, გინდ საქართველოში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის რომ ინგლისურის სწავლისას არის რაღაცის დაწერა, ანუ დასფელვა. ეხა უყურეთ იმენა რაზე მაქვს საუბარი. როდესაც რაღაცას ამბობ, გამოთქვამ, შეიძლება სხვანაირად იწერებოდეს. მაგალითად, რაღაცას გკითხავთ იმენა, აი დაფიქრდი, კეილა. როგორ იწერება კეილა? იწერება ხო ხდებით შეგინება. და აი ეგეთი რაღაცეები რა, სახელები. ანუ იმ გოგოების ვინებიც მებაზრებოდნენ ერთ-ერთს თქვა კეილა მანდ. და აი ეგ ძალიან მაგარი რაღაცა გამახსენდა, მაგალითად როგორ იწერება knowledge, ხო? აი knowledge ნიშნავს განათლებას ინგლისურ ქართულად. მაგრამ იწერება როგორც კნოულაგე, ანუ W-ით და რაღაცა აი საშინლად იწერება კაროჩე ეგ სიტყვა რა. და ეგ შეცდომა ინგლისურის დავინახე როგორც ქართულის პლუსი. კი, ბაზარი არა, ერთის შეცდომა მეორეს პლუს არ ნიშნავს, მაგრამ მაგ მომენტში ძალიან მაგარი არგუმენტი მომაფიქრდა, რომ თავი გადამერჩინა, ხვდები? და მაგით რო დავფიქრდი, მეთქი ვა ქართული მართლა რა ეწლიანა ყოფილა და ქართულში ეგეთი რაღაც არ არსებობს. იმიტომ რომ დაფიქრდი განათლება ყოველთვის იწერება ქართულში ერთნაირად, განათლება, ნიკო ყოველთვის იწერება ნიკო, კეილა ყოველთვის იწერება კეილათი და რავი ჯუმანჯი ყოველთვის იწერება ჯუმანჯი, ხვდები რასაც ვამბობ. მაგრამ ინგლისურში ეგრე არ არის. ინგლისურში არსებობს ძალიან ბევრი spelling mistake-ები, ანუ წერილობითი შეცდომები. და დაბასთან რომ გამოვედი, ეგ ყველაფერი გადავხარშე კარგად როგორ მეთქვა და ტიპი მეკითხება მასწავლებელი კიდე ერთხელ, აბა ნიკო, რითი ჯობია შენი ენა ქართული ინგლისურს გვითხარი? და ტიპებს ვუთხარი, ჩემი ენა ქართული ჯობია ინგლისურს მილიარდჯერ
იმიტომ რომ ქართულში spelling შეცდომები და spelling mistake-ი არ არსებობს. და ტიპები იცი როგორ იყო? მე ერთმანეთში გადალაპარაკობ რა როგორ ტიპა spelling mistake. ეგ არის ოდითგანვე არის ინგლისურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხალხო, იმიტომ რომ თვითონ ამერიკელები ვერ ლაპარაკობენ ინგლისურად წესიერად და ხანდახან ვერც კი წერენ იმენა, ზოგმა თვითონ არ იცის როგორ იწერება სიტყვები რა. და ქართულში ესეთი მაგალითი მოუყვანე რა. ანუ ტიპსო უთხარი წერილობითი შეცდომა იმ ქართულში შეუძლებელია. აი ეგრე უთხარი, რომ მეთქი წერილობითი შეცდომა ქართულში ჩემენაში არის შეუძლებელი მეთქი რა. და მე კიდე როგორც ანუ დავაკვირდი მეთქი ხო, ანუ თვითონ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს და ინგლისურენოვან ადამიანებსაც კი მეთქი. თქვენ თვითონ გაქვთ მეთქი პრობლემა იმაზე თუ ინგლისურად რას როგორ წერთ, ხანდახან თქვენ თვითონაც არიცით მეთქი რა. პროსტა ერთი-ორი სიტყვა შეიძლება რა, და ბევრი რაღაცა დაზეპირებული გქონდეთ როგორ იწერება და მაგ დაზეპირების ხარჯზე წერთ, თორე რეალურად ენა ძალიან გაუმართავია მეთქი მაგ მხრივ რა. და ტიპებს გაუკვირდათ იმენა და შენ ენაში ეგ არ არისო, ტიპებმა მკითხეს და მეთქი არა მეთქი, ჩემ ენაში წერილობითი შეცდომა არ არსებობს მეთქი რა. ეხლა შეიძლება ბევრი ადამიანი კამერას წინ იჯდეთ, შეიძლება უფროსი ადამიანები უყურებდეთ, მასწავლებლები, ან ზოგს იმენა პედაგოგი ან რაღაცა ეგეთი ხავდეთ, ან ქართულის მასწავლებელი და ბევრი მეუბნებოდეს, რომ აი ეს ბავშვი ხო არ გაგიჟდა, როგორც წერილობითი შეცდომა არ არსებობს რა. მაგრამ რეალურად დაფიქრდით ხალხო, რა მაგარი ენაა ქართული და დაფიქრდი რა საოცარი და მართლა ხელოვნების ნიმუში ენა არის. ქართულში წერილობითი შეცდომა არ არსებობს. ტექნიკური შეკითხვა არის, ხო? კი და პასუხი მაგ შეკითხვაზე. ხვდებით რა როგორ გეუნებით მაგას? უყურე? მე გეუნები მაგალითად. რამდენი ის შემიძლია გითხრა სიტყვა და ქართულში ნებისმიერ თქვენგანს გეკითხებით. შეცდომით მაგას ვერ დაწერ. მაგალითად, დისციპლინა, კულტურა, ლექცია, კამერა, მიკროფონი, YouTube, Twitch-ი, ანუ ქართული ასოებით რო დაწერო. ქართული ასოებით შეცდომას ვერ უშვებ, მაგრამ თუ გეტყვი მე შენ რაღაცა ისეთ სიტყვას, რასაც მე გეუბნები არასწორად, ეგ იმას ნიშნავს, რომ მე გეუბნები მარტო არასწორად, ხვდები? აი, მაგალითად, რავი, რამე ეგეთი სიტყვა რომ მოიფიქრო, ხო ხვდები ისეთი რა. ეხლა კონკრეტულად მე არ მინდა რაღაცები მოიფიქრო და შეცდომა დაუშვა და მე ვინმე მაგაზე გამომეკიდოს. მაგრამ ხვდებით რა მაგა რაღაცას გეუნებით. კი თუ სიტყვაზე დეფისის გარეშე დაწერ, ან სიტყვას თუ რაღაცა კონკრეტული აი ტექნიკური შეცდომის გამო ტექნიკურ შეცდომას დაუშვებ, ეგ არ მიგულისხმია. მე ხო ხვდებით რასაც ვამბობ. აი სახელი რო დაწერო მაგალითად ნიკუშა, ქეთა, ელენე, დათო, გიო, ნინი, ბადრი, ჯარჯი, კახა, ემზარი, დაჩი, ანუ ქართულ წერაში შეცდომა არ არსებობს და ბავშვებმა ეგ რო დაუმტკიცე, ტიპები როგორ მიყურებდნენ იცი? აი გაგიჟდნენ, სახეზე ფერი აღარ ედოთ, რომ ამხელა ენას როგორიც ინგლისურია, ისე ბოდიში მაგ სიტყვითის, მაგრამ დავაჯვი და ჩემი ენა ისეთ მაღალ დონეზე გამოვიყვანე, რომ ტიპები გამოსირდნენ. ვაფშე counter არგუმენტი ვეღარ მოყავდათ. მეთქი აი ძმაო არგუმენტი, მე თქვენ გეუბნებით, რომ ქართული ენა ინგლისურ ჯობია. მეთქი მომიყვანეთ ეხა არგუმენტი ან ენა, კი და არგუმენტია საბაბი, რითიც მიმტკიცებთ, რომ ინგლისური ქართულს ჯობია. და ტიპებმა დაგუგლა და რაღაცეები დაიწყეს მეთქი და всё ძმაო, მე ჩემი მოვიგე, ხო ხვდები რა? ჩემენას ჩემ თვალწინ ვერავინ ვერ დააჯობს და ცუც ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ განსაკუთრებით უცხოელი რა. იმიტომ რომ როცა არის ადამიანმა რაღაცაზე არ უნდა ilaparaco, ხო ხვდები? და თემა კიდე ხო ის იყო, რომ მე ჩემი სიმართლე დავამტკიცე ერთი ყველაზე მეტად ეგ გამისწორდა, ხო ხვდები? იმიტომ რომ კიდე არ კიდე ბაგარი ბანძიროჟე გამოჩნდებოდი, მანდ რომ ჩემი სიმართლე ვერ დამამტკიცებინა. და მეორე კიდე რაც ძალიან გამიხარდა და რაც ძალიან გამისწორდა, ხო იქ იყო, რომ ჩემი ენის ფასი და ჩემი ენის ხარისხი ზუსტად აი მაგ მომენტში დავინახე, ხვდები? იმიტომ რომ მაგდამდე ნაფიქრი არ მქონდა. მაგდამდე ქართული ენა მეც ფეხებზე მეკიდა. პროსტა ინსტინქტურად დავიცავი ჩემი, ხო ხვდები? ჩემსაც შეურაცხყოფა რომ მიაღენეს, მეთქი შენ ხო არ უბერავ, ბიჭო. როგორ თუ მაგას აყენებ შეურაცხყოფას? თორე ნაფიქრიც კი არ მქონდა უდესმე რომ ვინმესთვის ეგ პასუხი გამეცა უდესმე. რითი ჯობია ქართული ინგლისურს, ხო ხვდები? პროსტა ორ წამში მომაფიქრდა იმენა ეგ და იმხელა ეფექტი გამოიწვია ხალხზე, რომ მასწავლებელმა საღოლო კაროჩი ხელი ჩამომართვა, ვაფშე ვერც ერთმა ბავშვმა არგუმენტი ვერ მომიყვანა. და დაჯიკი ყოჩა ხო და ესე მიჩვენა იმენა წვეთში და დაჟე ზარის მერე დამტოვა და ცოტა ხანი მელაპარაკებოდა ქართულზე და ქართულ ისტორიაზე და რაღაცეებზე და ტიპი იყო გაგიჟებული და გაოგნებული რა იმდენად მოეწონა წვეთში ეს ყველაფერი ქართულ ისტორიაზე და ქართულ ენაზე რაც უთხარი და რამდენად ძველი ენა ყოფილა ქართული იმიტომ რომ უმეტესმა არც იცოდა ხო ხვდები რა სად იყო ღმერთსა რომ ამერიკა როცა საქართველოში იმენა მეფეები 14 წლისები ხმალს იღებდნენ უკვე და ბიბძოდნენ გიჟებივით იმენა უნამუსო იყო თქვენ ხო არ გადააობთ და იმას ვამბობ იმენა რომ თემა რა არის, კაროჩე, ამ ვიდეოსი რა და თემა რა არის, წვეჭი ამ შინაარსი და თემა რა არის და რა არის ამ ვიდეოს მიზანი, კაროჩე, ქალბატონებო და ბატონებო რა
რომ ესეთი ძალიან მაგარი გამოთქმა გამიგია ერთ-ერთი ქართული მწერლის ხო ხდები ზუსტად რომელი მწერლის არის დაზუსტებით 100%-ით არ ვიცი გაუნათლობობისთვის ბოდიში ვიხდი მაგ საკითხში წლებია საქართველოში არ ცხოვრობდა ქართული წიგნიც არ წამიკითხავს და არც არაფერი რა ილია ჭავჭავაძის სიტყვები არის თუ არ ვსდები რა რომ ქართველებს ხო ჯერ თავისი სილამაზე არ უნახავთო და თავის სხვისას განადიდებენო რა და აი მაგ მომენტში ხო როდესაც ქართველები თქვენ თვითონ მათ შორის ბავშვობაშიც მეც და ბევრი თუნდაც დღესდღეობით დასული საქართველოში ქართულ ენას, ქართულ ისტორიას, ქართულ ლიტერატურას და ქართულ ტრადიციებს დედას აგინებს და იმახსოვრეთ ხალხო ქვეყნებს ეგ არც აქვთ უმეტეს ქვეყანას ნუ ბევრს ყოველ შემთხვევაში ან იცით რა ფანცი ტრადიციები აქვს აქ რო ჩამოვედი ამერიკაში ზუსტად მაშინ დავინახე თუ რა მაგარი ქვეყანაა საქართველო და რა ძვირფასი და რა მნიშვნელოვანი ადგილი აქვს მაგ ქვეყანას ჩემ გულში რა და აი მაგ მომენტში აი დამეხმარა ეგ თვითონ მშობლიური და ქართული ენა რა ასე რომ წეჭი რავი მადლობა იმენა საქართველოს და მადლობა მაგ ქვეყანას იმენა იმისთვის და ისეთი ბავშვობისთვის როგორი დაუეწყარი ბავშვობაც მომცა რა კი ბაზარია ჩემი ბავშვობა კარგი და ბედნიერი იყო ზოგ შეიძლება ცუდი ბავშვობა კონდა მაგრამ ამ ვიდეოს მიზანი ეგ არ არის ეგ თუ გინდა სულ სხვა საკითხი სულ სხვა ვიდეოსთვის გადავდოთ ეგ თემა რა ასე რომ რავი როგორც თქვი ამ ვიდეოს შინაარსი და ამ ვიდეოს აზრი და არსი ის იყო ხალხო რომ თქვენთვის ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამეზიარებინა ერთი პატარა ამბავი და დამენახებინა ის თუ რამდენად მნიშვნელოვანი რამდენად მაგარი და რამდენად საჭირო შეიძლება იყოს ქართველისთვის ქართული ენა რა და აი გამოთქმა თუ არ ვწდები ილია ჭავჭავაძის გამოთქმა არის ეგ ხო რომ ქართველებს ჯერ თავის სილამაზე არ უნახავთ და სხვისას განადიდებენო აი ეგ ძალიან კარგი მაგალითი შეიძლება იყოს რა სხვის ენას განადიდებ სხვის ენას აღმერთებ როცა შენ ჯერ შენი ენა შენ თვითონ ზუსტად არ იცი ხო ხდები და წარმოდგენა რა გაქვს რა შეუულია შენ ენას რა შენ ჯერ შენი ქვეყანა არ გაქვს ნანახი და შენი კულტურა არ გაქვს ნანახი და უკვე პარიზში გარბიხარ ხო ხდები რას ამბობ ეს ქართული ისტორია და ქართული კუთხეები ხო უკვე ნანახი გაქვს და გიჟივით გარბიხარ პარიზში რა დაახლოებით ხდებით რასაც ვამბობ ჯერ შენი გაიცანი შეიცანი შენი ჩაეკითხე შენსას მოიძიე შენი გაიცანი შენი და ეს მე სხვისი გაიცანი და შეადარე რომელი ჯობია და დამიჯერეთ ზუსტად მაშინ დაინახავთ ქართული ენის ქართული კულტურის ქართული დისციპლინის ქართული ტრადიციების და ყველაფერი ტრადიციული ქართული ხიბლს ქალბატონებო და ბატონებო განსაკუთრებით კიდე შემიძლია თქვა ქართული რელიგიის და იმ ვარიანტის და იმ სტილის რომლის სტილითაც და რომელი ვარიანტითაც ქართველები ქრისტიანულ რელიგიას პატივს ვცემთ და ასე ვთქვათ ვაფასებთ მოკლედ მაგენას და მაგ რელიგიას და მაგ რელიგიას როგორ ვთქვა ხვდებით ხო რასაც ვამბობ კაროჩე რა მიუხედავად იმის ამ ყველაფერს ამბობს ის ადამიანი და ამ ყველაფერს ამბობს ის პიროვნება რომელიც ქართულ რელიგიას ანუ ქრისტიანობას კარგად ვაფშე არ იცნობს და დიდად ანუ მე პირადად დიდად მორწმუნე ადამიანი ვაფშე არ ვარ სიმართლეს გაუმარჯოს რა მაგრამ იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის მაგის ნახვა თუ ქართული ადამიანები როგორ წემენ ხო პატივს ამ ქართულ რელიგიას რომ ხანდახან გული მეც მითბება და შანსი არ არის არ მესიამოვნოს რა ეგ იყო და ეგ ქალბატონებო და ბატონებო დღევანდელი ვიდეოს შინაარსი სანამ ამ ვიდეოს დავამთავრებ კი რავი დამიწერეთ სტრეჩი რას ფიქრობთ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით რას ფიქრობთ ამ ვიდეოს შინაარსზე მოგეწონათ თუ არა ეს ვიდეო და ესეთი სტილის ვიდეოები ან რა სტილის ვიდეოები გინდათ ნახოთ ან რა კომენტარს გააკეთებთ მოკლედ იმ თემაზე რასაც მე შევეხე ასევე სანამ ამ ვიდეოს დავამთავრებ ქალბატონებო და ბატონებო ეს ვიდეო არის ჯერ კიდევ 31 დეკემბერს ჩაწერილი ჩემი დროით და საქართველოში ამ დროის ვაჩვენებით უკვე 20-23 წელი არის რა ჩაჩენილი ვარ თქვა 22-ში შეიძლება ითქვას და რავი მოკლედ გილოცავთ ახალწელს უკვე დამდგარ ახალწელს სვეჩი და ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს ქალბატონებო და ბატონებო ეს წელი ყველას ბედნიერებას გისურვებთ ჯანმრთელობას ყველაფერი კარგს და შეიძლება ოჯახის წევრებთან ერთად და რავი იმედია ყველაფერი კარგი გელოდება და ყველაფერი წარმატებული და ყველაფერი ჯანმრთელი რასთავარია ოჯახში და ყველა საყვარელ ადამიანში სვეჩი და რავი საუკეთესოს გისურვებთ მოკლედ აბა თქვენცით თავს გაუფრთხილდით გაკოცეთ უყოლას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace!